ბანგკოკში წასვლას აპირებ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე, რადგან მე გასწავლი როგორ გაისეირნოთ ბიუჯეტურად საღამოს ჩაო ფრაიაზე. ბანგკოკში თუ მოხვდებით მზის ჩასვლისას მდინარე ჩაო ფრაიაზე აუცილებლად უნდა გაისეირნოთ. უამრავი ტური და კრუიზი შეგხვდებათ, რომლებიც საღამოს მდინარე ჩაო ფრაიაზე გასეირნებას გთავაზობენ. თუმცა ეს ამბავი ბიუჯეტური ნამდვილად არაა. ხოდა მე გეტყვით როგორ გაისეირნოთ იმავე მარშრუტით ბიუჯეტურად. სანამ ვიდეოს დავიწყებ, გეტყვით რომ Instagram-ზე ჰაილაითებში უკვე მიდევს ბანგკოკის სტორები, ასე რომ თუ მეტი გაინტერესებთ ჩემი მოგზაურობის შესახებ ბანგკოკში, შეგიძლიათ Instagram-ზე ნახოთ. Hop on, hop off-ი ალბათ ყველა მიცით, ხოდა ბანგკოკში არც მეტი, არც ნაკლები hop on hop off-ის ბორანი არსებობს. მაგიჟებს ამ ხალხის კრეატიულობა. აი როგორც კადრში ხედავთ, ზუსტად მოლის აიკონ სიამის პირდაპირ იყიდება ბილეთები. ერთი გზა $1 ღირს. რიგი ნახეთ რამხელაა, მაგრამ დიდხანს არ მომიწია დგომა. ესეც ჩვენი hop on hop off-ი. მე რა თქმა უნდა მაშინვე ზედა სართულისკენ წავედი და გამიმართლა სულ წინ მოვასწარი დაჯდომა. მოკლედ ახლა კარგად მოკალათდით, რადგან სასწაული ხედები გელოდებათ წინ. საღამოს ქალაქის ყველა სანახაობა ნათდება და მდინარედან მათი საუცხო და ულამაზესი ხედები იშლება. ესეც ვად არონი. აი ხომ გახსოვთ, ცისკრის ტაძარი განათებულზე ასეთია. თვალებს ვერ უჯერებ ამ საოცრებას თქვენს ხედავთ. დღე ხომ ლამაზია და ლამაზი, მაგრამ მოსაღამოებულზე სულ სხვა მისტიკა აქვს. ბლოგი ამ ტაძრის შესახებ მიდევს უკვე და შეგიძლიათ უყუროთ. გავაგრძელოთ გზა. ამასობაში უკვე საკმაოდ მოსაღამოა და აქ უბრალოდ უნდა იჯდე და დატკბე აქაურობით. საოცარი გამოცდილებაა. ესეც ჩვენი ბოლო გაჩერება. ამის შემდეგ ბორანი ისევ უკან ბრუნდება. შეგიძლიათ აქ ჩამოხვიდეთ ან დაელოდოთ და ისევ უკან გაყვეთ, როგორც მე მაგალითად. ბილეთს ადგილზევე შეიძენთ, რადგან ის ბილეთი, რაც წეღან გაჩვენოთ, მხოლოდ ერთი გზისაა. ესეც დიდი სასახლე და ისევ ვად არონი. ჩემი აზრით, ხელიდან არ უნდა გავუშვათ ეს შესაძლებლობა და მოსაღამოებულზე ჩაო ფრაიაზე აუცილებლად უნდა გაისეირნოთ. აწი კი უკვე იცით როგორ. ისევ უკან დავბრუნდი. ესეც აიკონ სიამის მოლი. ულამაზესია. ნახეთ როგორ ბრწყინავს ყველაფერი. ამის შემდეგ კი მის ზედა სართულზე ვერანდაზე ვაპირებ ასვლას და იქიდან გადმოვხედავ განათებულ ქალაქს. ასევე შემდეგ ბლოგში თქვენს განახებთ და გასწავლით თუ როგორ მოხვდეთ ბანგკოკის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ხედის გადმოსახედზე. გამომიწერეთ და დაელოდე შემდეგ ბლოგს. აბა დროებით.